მოგესალმებით, მე ორნია გადელია, აკადემოსი ტივის ჟურნალისტი. ახლა ჩამოვიმყოფებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო ტიპის გამოფენები. მასში თბილისის სკოლები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის კი ჩვენი სკოლა აკადემოსი. მოდით, გადავინაცვლოთ კაცთან და ნახოთ თუ რა სთავაზობენ დამთვალიერებელს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის და ახალი თაობისათვის, განსაკუთრებით აი ამ თქვენთვის ბავშვებო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ისეთი საინტერესო რაღაცები შეიძლება აქ ნახოთ, რომელმაც თქვენთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან ხაზად დატოვოს თქვენს ცხოვრებაში. წარმატებებს გისურვებთ, რამდენი მეცნიერი დადის მომავალი აქ კაცმა არ იცის, ხო არ ვიცით რას გააგრძელებენ. ამიტომ მე მიყვარს ესეთი დღეები ძალიან მომწონს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო აი ამ დატვირთვით, რაც ვიმუშავეთ და წარმოადგენთ, არამედ ჩემს ხასიათზე უდიდეს დადებით განწყობას ახდენს. ადამიანის ძვალი ორგანიზმში. არზაყს. სწორია. აი შენ მეორეს დაგისვა, თუ მეორესაც პასუხობ, ასაჩქარს მიიღებ. რამდენი კამერა აქვს ადამიანის გულს და ძაღლი და 4. ზოგიერთის გულს? რა 5. აი ესე ჩქარი რომელიც მოგინდება. აიჩი. ზემშავა. ეკალაფოლი. როგორც ცნობილია, სკოლა აკადემოსი უკვე მესამეჯერა გამოდის ამ ფესტივალზე და ძალიან სასიხარულოა, რადგან ბავშვებს ეხმარება, რომ უფრო მეც მიაღწიონ და ანუ მივეჩვიოთ ასეთ გარემოს და რავი, ძალიან კარგი გარემოა. ჩვენი სკოლა ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკზე და ჩვენი სკოლის მოსწავლეები სიამოვნებით მონაწილეობას ღებულობენ. მოგწანდით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო გამოფენა უკვე წლებია იმართება და მიზნად ისახავს STEM-ის საგნებში მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას. როგორც თქვენ უკვე და კადრში ხედავთ, შემოქმედებითი მრავალფეროვნება ნამდვილად იგრძნობა, რაც ნიშნავს იმას, რომ STEM-ის საგნებისადმი მოსწავლეთა ინტერესი დღითი დღე იზრდება. 27 სექტემბერს ილიანის ორგანიზებით ტარდება სამეცნიერო პიკნიკი. ყოველწლიურად წელსაც არის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სკოლები ძალიან აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო როგორც ექსპერიმენტებში, ასევე ნახონ, დატესტონ, როგორი ტიპის მოდელებია, რა მიღწევები აქვს მეცნიერებას, იმიტომ რომ ჩართულია როგორც სკოლები, ასევე ორგანიზაციები და უნივერსიტეტები. მე გახლავართ ასოციაცია ბიოს დამფუძნებელი 2013 წლიდან ილიანის ამ სამეცნიერო პიკნიკში ძალიან აქტიურად ვართ ჩართული და დღესაც წარმოვადგენ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს. მნიშვნელოვანია მეცნიერების პოპულარიზაცია, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედაც ყველაფერი, რაც კი ცხოვრებისეული იდეებია, ცხოვრებისეული პრობლემებია, რაც უნდა გადაიჭრას, მეცნიერება ამაში ძალიან ეხმარებათ ახალგაზრდებს და ამიტომ ვფიქრობ, ასეთი დღეები დღესასწაული უნდა იყოს როგორც მოსწავლეებისთვის, ბავშვებისთვის, ასევე თვითონ მეცნიერებისთვის, იმიტომ რომ რამდენიმე ახალ მეცნიერს აღმოვაჩენთ. What do you think about this day? I'm sorry? What do you think about this day? I think this is an amazing opportunity for the Tbilisi science students to essentially see our experiment. We have our can crushing as well as a Van de Graaff generator. So this is an amazing opportunity. We have our STEM. You can play a little music and you can watch our 3D printer. So this is, again, an amazing opportunity for Tbilisi students. Thank you so much. დღეისთვის სულ ეს იყო იმედია აკადემოსი ტივის მაყურებელს მოეწონა დღევანდელი სიუჟეტი. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.